ეთერი სურს რომ დღევანდელ პირდაპირ ეთერში ვისაუბრო ესეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რაც გარკვეულმა წრეებმა საზოგადოების თავს რო პოლიტიკოსებს უძახიან იკადრეს, პირველ რიგში მოვიხდი ბუდიშს, იმიტომ რომ გაციებული ვარ, მე ვერ გავახარებ ქართულ ოცნებას და ვერც ნაციონალურ მოძრაობას. სიკვდილს არ ვაპირებ, ამიტომ ჩაის დავლევი, მცხელ ჩაის სითხეების მიღება საჭიროა, თურმე ამ დროს ავადმყოფობის პერიოდი იცის და იმედია გადავრჩევ, იმიტომ საქართველოში რო ვიყო, ეთყობა ჩამომწერდნენ და მე მიაწერდნენ, რომ კოვიდ ვირუსით გარდავიცვალე, მაგრამ სამწუხაროდ მაგათთვის სიკვდილს არ ვაპირებ. არც კორონავირუსით მათ შორის. მოკლედ, ჩემო კარგებო, ახლა რა არის, იცით, რო გითხრათ, რომ ამ ხალხისგან ამას არ ველოდი თქვა, გაგიკვირდებათ თქვენ ბევრს, მაგრამ რა არის, იცით, ამხელა თავხედობას არ ველოდი. მართლა არ ველოდი ოღონ რა. ის რომ ერთია ხელისუფლებას ფულის სანაცვლოდ გაუპროო თავისი სიმახინჯე და ასეთებით სავსეა დღეს საქართველო და გაღწრილებასაც ეთყობა თავისი საზღვრები აქ ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ ზოგადად, მაგრამ რაც ამ თარხან მოურავმა და რაც ამ ირმა ინაშვილმა იკადრა, მე გულახდილად გეტყვით, რომ ეხლა რომ გარბიან და იძახიან, რომ ჩვენ არა ვართ ხატებზე გამოსახული. აი ზუსტად მაგას ვეხები, რომ გამოჩნდა ამათი შემწირველების ხატები. მე სულ თავში და წავალ და განმარტავდა პარალელურად ჩემ გამოცდილებას, რაც ამაქვს ამ ხალხთან, მაგაზეც ვილაპარაკებ. თან მოვსვამ რა ჩაის. საკრალულია შევარდნაძე, ამითი გააგდო იმ დედაატირებულმა. თუ რა არის, იცი? ვაფშე ვინაა ეს თარხანა და ირმა? გასაგებია, რომ რუსული წრეებიდან იმართებიან და ესეც საკითხავია, რომელი წრეებიდან იმართებიან, იმიტომ რომ რუსეთში ძალიან ბევრი წრე არის, რომელსაც აქვს თავისი გავლენის საზღვრები სხვადასხვა ქვეყნებში. საცალკეული ორგანიზაციები არის, სადაზვერვო, იქ იმისი. მოკლედ, ახლა ამას შეიძლება არსებითი მნიშვნელობა არ ქონდეს, მაგრამ რომელიმე სერიოზული ორგანიზაციის დაქვემდებარებაში რო იყვნენ ეს გავლენის ჩათლახები. არც ერთი სერიოზული ორგანიზაცია რუსეთში არ დაუშვებდა, აი გულახდილად გეუბნებით ამას რა, რომ თარხანა და ირმა გამოსახულიყო ხატზე. და ამათმა როგორ გააკეთეს, იცი, ეს გააკეთეს, აი როგორც მე ნანახი მაქვს, მაგალითად, სვანეთში არის ასეთი ბაზილიკური ერთნავიანი ეკლესიებია. აი როგორ გიხართ, იცით, დაახლოებით მე-7-მე-8 საუკუნის უძველესი ქრისტიანული ხანის ქართული ხატწერა. სადაც აი გამოსახულები არის თვით ღვთისმშობელზე და ქრისტეს ჯვარცმაზე უფრო დიდი მოცულობის ფიგურები, კანონიკურად, რა თქმა უნდა, და ეს ფიგურები არის ყიფიანების ფიგურები, აწერია იქ ძველი ქართულით, რომ ამა ეკლესიის აღმაშენებელი მარმან ყიფან. ამათმაც ასე გააკეთეს. ესე იგი, ის სხვა მოვლენაა აბსოლუტურად სტალინის სახელით დაწყებული ომი ეკლესიასთან. გულახდილად გეტყვით. სხვა მომენტი არის საერთოდ ის ქალი, ის საზიზღარი არსება, რომელმაც ეკლესიაში ეს ისროლა. საერთოდ სხვა მოვლენაა პოლიციის დუმილი დანაშაულებრივი და თანაზიარობა ამ კრიმინალთან. დაუსჯელი როა დღეს. და სხვა მოვლენაა ამათი თავხედობა, ამათი საზიზღრობა, რომ საკუთარ თავებს უფლება მისცეს და ხატებზე დაიტანეს თავიანთი თავები და ეხლა როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ სკანდალი დაგეგმა მარში ამათ წინააღმდეგ რა,
გულახდილად გეუბნებით, ახლა იცახიან იმას, რომ ჩვენ არა ვართ ხატებზე. და რო შეხედო ამ სირქალას ამას პირადად მაინც არ ვიცნობდე რა, ამ ირმაყლინაშვილს რა. ეს როა გაკეთებული რა ქვია, ბანტოჩკა ესე, პოლიტიკო. სიგარეტიც რატომ არ დააკავებიეთ ხელში, როცა გამოხატეთ წმინდანი ხატზე, წმინდა ირმუშკა ბაბაიაკა. და ეს თარხანმოურავი კიდე თეთრთავა, ყლეთავა, ასე აწეული მეფე. ხან იმის შთამომავალი, რა ქვია, ბაგრატიონების, ხან ამ მეფის, ხან იმ მეფის, ხან მაჰმადის, ხან ქრისტეს. რომ ვაფშე ვერ გაიგებს სადაა ფესვები, მართლა რო ვერ გაიგებს სადაა ფესვები. გიორგი სააკაძის შთამომავალიც როა და ამის წინაპარიც როა და ნუ რა ვიცი, ანეკდოტად ითვლება მაგის ეგრეთ წოდებული რეჩი იმ თავის იმასე რა ქვია, ქოცურ ტელევიზიაზე, ობიექტივი რო ქვია. ჯერ ახლა მაგათი დამარხვა უნდა დავიწყო რა. და უნდა დავიწყო, იმიტომ რომ ყველაზე მიუღებელია ადამიანთა დაჯგუფება, რომელიც იყენებს სენტიმენტებს, ხატებს რო თავი გავანებოთ. გულახდილად გეუბნებით ამას რა. ყველაზე მიუღებელია ესეთი ადამიანთა დაჯგუფება, ჩემთვის. როდესაც მე რომელი წელი იყო 2016 წელი, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამაზეც ვილაპარაკებ. ბიძინა ივანიშვილიდან ჩვეულებრივ ფული ჰქონდათ აღებული, ბედუკაძისთვის აქ რო ეპატრონათ ევროპაში, მოიპარეს ფული შეჭამეს, ბედუკაძე მიაგდეს აქ, აი როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და მე აშანტაჟებდნენ ივანიშვილს. და ივანიშვილმა მე ბედუკაძეს დაახვია, სამწუხაროდ ბედუკაძე მაგათში ყველაზე პატიოსანი ადამიანია, თუ შეიძლება ითქვას ეს. და ეგენი ირმაყლინაშვილი, ეს ტრაფხანმოურავი, ეგენი არიან ყველაზე საზღარი არსებები. ამათმა გააუბრალო ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი კრიმინალი, თავიანთი პოლიტიკანური დამოკიდებულებით, ვაჭრობით ხელისუფლებასთან, აი შენ თუ ამას არ მომცემი, ამას ვიტყვი. 800-ია და სინამდვილეში ბიჭო, ვინ უნდა აშენოს ქვეყანა თარხანამოურავმა? საკუთარი სიძერო იმაში და ვიღაცა ლომია რო პარლამენტში დასვა, იმიტომ რომ მისი სიძე იყო? ეს არის მათი პოლიტიკური შეგნების მორალი. აი მორალზე არაფერს არ ვლაპარაკობ, პენსიონერებს რო პურს აძლევდნენ და მერე ხმებს თხოვდნენ სამაგერტო 2016 წელს მართლა იგეუბნებით გულახდილად, როდესაც აღმოჩნდი უზარმაზარი დაპირისპირების წინააღმდეგ რა, თინა ხიდაშელთან, იმასთან, დაიწყეს ამ თემების გაშუქება. თინა ხიდაშელის წინააღმდეგ. აი ამგენმა რა, ტრაქფხანმოურავმა და ირმაყლინაშვილმა, წმინდანებმა. დაიწყეს ამ ყველაფრის გაშუქება და შემდეგ თინა ხიდაშელთან როგორც გარიგდნენ და დაალაგეს სიტუაცია, მერე აღარ მოუნდათ სიმართლის მოსმენა ქართულ ოცნებაზე. და ის თავიანთი დემოკრატიული ტელევიზია გათიშეს, აი ტრაკში გაიკეთეთ თქვენი სუბიექტივი, თქვენ სირებო. ამათ ეგონათ, რომ იქ დავწვებოდი იმათ კანალებზე. და ხელისუფლებამ მაგათ ტელევიზიაში გამომიგზავნა მაგათი ბოზი ვიღაცა ალექსანდრე კობაიძე. და შეეცადა, რომ დებატებში დაესვათ ჩემთან და იქვე ჩავხადე და მივეცი ერთ ადგილში მაგათი ტელევიზიის მეშვეობით. და არის ის ჩანაწერი, დევს იქ, აქ ჩემ გვერდზე. და იმის მერე გადაწყდა, რომ ვინაიდან სიმართლე და ლოგიკა იმდენად ძლიერი მქონდა, რომ არსად არ უნდა დავეძახებიე მე კოცების და კოცების აგენტების წინააღმდეგ. აი ეს მტკიცე მასალები, რაც დაუდევი პირდაპირ ეთერში, რასაც არ ელოდნენ, გულახდილად გეტყვით. იმიტომ არ იცოდნენ, რომ ესეთი ინფორმირებული ვიყავი მათ სინაგვეებზე. და ახლა ასეთი ხალხი თავს თუ წმინდანებად გამოხატავენ იქ ხატებზე, მე არ მიიკვირს. მე იცით რა მიკვირს? აი ტელევიზიაში რო ყავთ იქ ანუ ობიექტივის თუ სუბიექტივის იმას რომ პოლიტიკას განაგებს ცნობილი საბჭოთა კგბ-ს ტრაკიდან დაერბოკებული აგენტი ვიღაცა ბონდოია მძინარაშვილი. ჩვეულებრივი მეტრაკე.
არა რა ხა ყველას მისი პირადი ცხოვრებაა გასეუქნია სარი უთხრია ტრაქში მაგრამ ეგენი ხო პატრიოტობაზე დებენ თავს რა უკაცრავად და ამ დედამოწყნულს ბუნდოიამ ძინარაშვილს ყავს კიდე პატარა ბიჭი იქ თავისი ილია ჩაჩიბაია თქვენ უნდა მოусმინოთ ამათ სასიყვარულო ჟღურტულს აი ზაფხულის თვეში შაშვები სექსუალური იმას რომ გააბამენ ერთმანეთში გალობას რა შესაძლებელია მაგრამ იყო შაშვი მგალობელიო რო არის ნათქვამი რა და თქვენ უნდა ნახოთ მე მქონდა ბრჭყალებში ბედნიერება რომ აი ამ ფაქტებთან დაკავშირებით პირადად ყო ეს მე ამიტანია კაც ჩემ თავზე და ხალხის წამებაზე მქონდა თემა იქ ქართული ოცნების დროს რომ ჯარისკაცები მიყავდა თვითმკვლელობამდე და რამდენი ჯარისკაცისთვის პირ და ავტომატი გამომიღია და მთელი ამბები კი აბა ასე იყო და ხო ვერ დაუმალავ ამ ფაქტებს და ჩემს უკან კიდე ოფიცრები ლევან კობაიძე დღესაც რომ აღიარებული პოლიტიკური დევნილია აქ საფრანგეთში და მიცემული აქ პოლიტიკური მფარველობა რატო აქ მიცემული იმიტომ რომ მტკიცებ გარემოებები იყო იმისი რასაც ესენი ქართული ჯარის წინააღმდეგ და ადამიანების უფლებების წინააღმდეგ გაკეთებდნენ სახალხო დამცველი რას თანამონაწილეობდა ამ ჯარისკაცების თვითმკვლელობამდე მიყვანაში და იმაში ეს კიდე ცალკე დეტალებია უჩიკო ნანუაშვილები და ესენი და თამარ გაბიანები და 1000 ხლეკალები მაგრამ აი ესენი დემოკრატიის სახელით მოლაპარაკე პროჭები წმინდანები დავით ტრაკ-ფხალმოურავი და ირმა ყლინაშვილი აი ესენი არიან მიწაში ამოსაღები აფირისტები ეს აზიზღარი არსებები გარიგებულები ქართულ ოცნებასთან და გარიგებულები სრულიად გარიგებულები ყველაზე ბილწ რეჟიმთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ეგენი არ არიან მაგათთან წინააღმდეგ ეს ყველაფერი ჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ პარტიას კონდეს დაფინანსება პარტია იყოს კარგად ითამაშონ როლები მოუნდება ქართულ ოცნებას ჩაურიცხოს ირმა ყლინაშვილს და ტრაკ-ფხალმოურავს ფული და დაიწყონ ამათმა აქციების გამართვა, მაგრამ იცით რა არის ჩემო კარგებო? გულახდილად გეტყვით რა, ამათი უკვე აღარავის აღარ ჯერა. ამათი უკვე აღარავის ჯერა, ამათ უკვე აღარავინ არ ენდობა. ძალიან მარტივი სურათი არის აი როცა გადავწყვიტე რა ვეტერანის საათი ქონდათ რა მოსვლა და იზორიას წინააღმდეგ ლაბარაკი მაგათ ეთერში მაგი ვერ მოვაო ჩვენთანო იმიტომ რომ სახელმწიფო უშიშროებიდან იყო აკრძალვა რომ აი პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს ირმა ყლინაშვილის და ტრაკ-ფხალმოურავის ტელევიზიაზე იმიტომ რომ უშიშროების აგენტი ჩანერგილი ადვოკატთა ეგრეთ წოდებულ კორპუსში გაუბახე მაგათ ტელევიზიაში რომ დამისვეს ის ოპონენტად რა. Всё, აი ეგ იყო სიმართლე და დღეს გამოდიან და აი ირმა და აი თარხანი და აი ეს ჩვენ არა ვართ და სწორად განსაზღვროთ რაზე გვაქვს ლაპარაკი. და რას ვითხოვთ და ეს ადამიანები ამდენი ხნის მანძილზე რას ემალებიან ამდენი ხანი ხო პენსიონერებს ემალებოდნენ უკან პატრიოტიზმს ხო ემალებოდნენ უკან და ეხლა ემალებიან წმინდანებს უკან და ამათ თავები გონიათ წმინდანები ხალხო მე ჩემი გამოცდილებიდან გულახდილად გეუბნებით ამას რომ სანამდეს ქართულ პოლიტიკაში იარსებებს ირმა ინაშვილი ეგეთი მოცემულობით და სანამდე ქართულ პოლიტიკაში იარსებებს ვიღაც ტრაკ-ფხალმოურავი სანამდე მათ ეგრეთ წოდებულ პროპაგანდონურ ეთერში იქნება ვიღაცა ბონდო მძინარაშვილი მეტრაკე თავის საყვარელ ილია ჩაჩიბაიასთან ერთად დამჯდარი რომელიც არის ზუსტად იმ ეგრეთ წოდებული გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეტრაკე ნათესავი რომელიც ქართულ ოცნებაში დეპუტატად იყო ჯერ ნაცმოძრაობაში მე ქართულ ოცნებაში ღარიბაშვილს უზის იქ კაბინეტში რჩევლად მანამდე ჩვენ ერს არაფერი არ ეშველება ჩემო კარგებო მე არაფერს არ უმალავ, არავისი ამათი არ მეშინია
და არც არას დროს ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღება. მე უბრალოდ ვსვამ ამ კითხვებს. რო გასაჯაროდეს ამათ პარტიას რამდენი მილიონი აქვს უკვე შეჭმული, შეიძლება თითოეულ თქვენგანს ამდენი ნოლის სიზმარშიც არ გქონდეთ ნანახი. მაგრამ უკანასკნელი მოცემულობით ირმა ყლინაშვილის და ტრაკფხან მოურავის პროექტი გამოთქვა ვიღაცა ინჯია. და იქ არიან კიდე სხვადასხვა როჟები არიან იქ, მაგრამ რა გააკეთეს იცი? ესეთი მანევრი გააკეთეს. გადადგნენ თვითონ არიერგარდში. აი არიერგარდს აღარ ვიტყვი რა. აი კი ცოტა უკან დაიწნენ. და რას დაილოდნენ იცი? რო ვინცობა საქართველოში რევოლუცია დაიწყოს, რომ ამათ კონდეთ პლატფორმა იმისი ორატორებს. ეს ხო ორატორი არის, ტრაფხანა. და ეს ყლირმა არის ის არა ქვია კუჩის როგორ ჟანა დარკი. ჟანა დარკი, წმინდანი ჟანა დარკი. აი ესე რო გამოხატული. რო ამათ კონდეთ მერე პლატფორმა, რომ მივიდნენ ხალხთან და თქვენ აი ჩვენ არ შევედით პარლამენტში. ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდზე ვიყავით ხალხთან. არა, ეს სცენარი მოსალოდნელია, იმიტომ რომ საქართველოში გარდაუვალია სოციალური რევოლუციის დაწყება. ბევრი ამას არ მიიჩნევს სერიოზულად, მაგრამ უმრავლესი მოსახლეობა შიმშილობს. მხოლოდ თარხანებს, მხოლოდ ირმებს, მხოლოდ აი ესე ცაზიზღარ როჟებს და კიდე კოცებს და ნაცებს აქვთ რაღაცა იმ რაოდენობის ქონება, თორემ აი ეს რა ქვია, ირმა ინაშვილი, ახლა არ ვიცი, სანამ ხატამდე ღმერთს შეადარებდა თავს, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრს ადარებდა თავს. ტრაკზე აკოცეთ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ქალბატონს. ქალბატონო ინგა. თქვენნაირი პოლიტიკანული პროჭული დამოკიდებულებით. და კიდე ბევრი ვინ შენთან ტრიალებს. ვითომ პოეტები, ვითომ მაგარი სამხედროები, ვითომ ესენი, ვითომ ისინი. აი ეს არის რეალობა. თქვენ ხართ ყველაზე მიუღებელი და ყველაზე საზიზღარი ორგანიზმი, რომელმაც ქართულ ოცნებას მიცა საშუალება გაეправებია ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება საკითხებს, როდესაც მიდიოდა ნაციონალური მოძრაობის მხილება მათი ტელევიზიით, გამოდიოდნენ და მანამდე აგინებდნენ სერგო თეთრაძის მკვლელებს, სადამდეც ეს ყველაფერი ჭირდებოდათ. როგორც კი მკვლელებთან, პროჭებთან და დედამოწყვილებთან საქმებს დაალაგებდა თარხანა და ირმა, ეგრევე წყდებოდა მათ წინააღმდეგ ლაპარაკი მათი ტელევიზიიდან. მაგალითად ესეთი იყო სერგო თეთრაძის დაუსჯელი მკვლელი, რომელსაც მე პირადად ვიცნობ სხვათა შორის, ვიღაცა ლევან გაბუნია, რომელიც მასტერას მარჯვენა ხელი იყო და ახალაიასი და ბევრი სისხლიანი საქმეები აქვს, ნაკეთები, კაცის წამებებიდან ასე და ასე. სერგო თეთრაძის სახლიდან გამყვანი. კაცის, რომელიც სერგო თეთრაძე იყო ავღანეთში უმაღლესი საბჭოთა ჯილდოს მფლობელი. ახლა ვიღაცა შეიძლება არ მოსწონს ეს ყველაფერი, მაგრამ სერგო თეთრაძე იყო ქართველი კაცი და ბევრი ქართველი ომობდა ავღანეთში საბჭოთა მისიის დროს, როგორც აი ახლა დემოკრატიული საქართველოს დროს. ხო, თითქოს ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ არა, ქართული სისხლი მაინც უნდა დაღვრილიყო იქ, რაღაცა ვიღაცის მიწაზე. და ეს რატო ვამბობ, ეს ბიჭი იყო, ეს კაცი იყო მეომარი კაცი. პოლკოვნიკი კაცი იყო. კაცი, რომელსაც ხელჩართულ ბრძოლაში ყავდა დუშმანები მოკლული, იმითი რა ქვია, უბრალო კოვზით. იმიტომ რომ ტყვეები დაელიათ და როდესაც გადავიდა ბრძოლა ხელჩართულ ბრძოლაში სანგარში, მან ასე გამოიჩინა თავი. და მიღებული ჰქონდა ასეთი მედალი იყო უმაღლესი, значит, красной звезды. დაიჭირეს ესეთი კაცი. ჩვენ სამხედრო აკადემიაში გვასწავლიდა ბატონი სერგო, მე ძალიან მკაცრი სამხედრო დისციპლინირებული პიროვნება.
დაიჭირეს ბიჭო ეს კაცი და გააუპატიურეს ციხეში. და გაუპატიურების დროს მოკვდა. შემოაკვდა, გული გაუჩერდა და მოკვდა. და ამის მკვლელი ვიღაცა გაბუნია დღესაც მშვენივრად დადის გარეთ. და რო ჭირდებოდა თამაზე ლაპარაკი ირმაყლინაშვილს და ტრაკფხანას. ილაპარაკეს მაგრამ სანამ ჭირდებოდათ. და მერე ნუ მიიღეს საჭირო რაღაცეები და მერე გაჩვენდნენ. აი ეს არის რეალობა. მწარე რეალობა. და ასეთი რამდენი თემა აქვს გაправებული ეშმაკმა იცის. აკია ბარბაქაძე აი ეს განდონი გადაცემა მიყავდა მაგათ ეგრეთ წოდებულ ტელევიზიაში რომ დამიძახა გულახდილად გეუბნებით რა მე დამიძახა მის გადაცემაში მივედი ვილაპარაკე კაცი მგონია მაგ ნუ ახლა არც ისეთი დიდი ასაკისვარ რომ დეტალები მცოდნო და მაგალითად ზვიად გამსახურდიას ვინ ებრძოდა რა აი ეს პროჭიაშვილები ესენი ვინც თურმე პირველი ესროლეს ტყვია საქართველოს პირველ პრეზიდენტს პუჩისტები დიაგნოზები ქონდა ირმაინაშვილის ტელევიზიაში გადაცემა. მართლა თქვენი დედა მოვთხან, თქვენ კი გაქვთ დიაგნოზი დასმული. აკია ბარბაქაძე, რომელიც არც ერთ რეალურ შეტაკებაში არ ყოფილა აფხაზეთის დროს. მე მებრძოლების გამოკითხვებს მოусმინეთ. როგორც კობა კობალაძე და როგორც აი ესენი რა ქვია, დავიჭერი ასევკენი, ისევკენი. ნარკოტიკში გაბრუებული სირები იქ ომის დროს ვინ ვის ესროდა იმას რო ვერ გებულობდა ბარეული იგი ვინც გმირი იყო და ნამდვილი ვაჟკაცი იყო უკვე მიწაში წევს და ბევრი ისეთი ვინც დასაბასებელი იყო საერთოდ ვეტერანის სტატუსის გარეშე დადის და ესენი ეს ნარკომანები იარაღით მოვაჭრეები დღეს ზოგი ვეტერანთა დეპარტამენტში ზის ზოგი პარლამენტში ზის ზოგი იმ ხელისუფლებაში ზოგი ყლინაშვილთან ზის მე აგერ ვიღაცა ყლემახაჩა ყლიფონა იმას პარტიაში დაიჯინეს აგერ თარხანამ და იმან კობალაძე ოცნებასთან დაჯდა და აკია ეგეთ დაცებში გადაჯდა და ავშენდით და რაღა გვიჭირს ბიჭო და თუ რამე მოხდა კიდე ქვეყანაში 3 წელიწადში 20 წელიწადში 3 ომი გქონდა უკაცრავად რა ესენი გამოდიან და უმაღლეს ჯილდოს აძლევენ ვიღაცა ჩაჩიბაიას არ არსებობს ხალხო საქართველოში ამხელა ჩინი კაც მისცე და ამდენი ტერიტორია ჰქონდეს დაკარგული ჩაჩიბაია ვიღაცა გამოსირებული რომელმაც 2008 წლის ომის დროს აი გეტყვით ახლა შეხედე 2008 წლის ომი რო ქონდა და მიწებს ვკარგავდით სააკაშვილი ჩაჩიბაიას ვლადოია ჩაჩიბაიას უფორმებდა მიწებს უფორმებდა კოჯორ ტაბახნელაში ერთლარად ჩუქნიდა მაგას აკია ბარბაქაძეს და მიწებს 2008 წლის აგვისტოს თვეში აი ირმაყლინაშვილი და ტრაკფხალ მოურავი წმინდანები რამხელა ანკლავია თურმე ეგენი ყველაფერი სინამდვილეში რა და მე რო ეს შეკითხვა დავსვი მე რა ვიცოდი მაშინ ეგენი მეტრაკეები თუ იყვნენ ერთმანეთის მე ეს უსის ფაილები რო გამოჩნდა იქ ყველაფერი ეწერა და იმეჭობდი ამას მაგრამ კაცური ხედვით და გრძნობით და ინტუიციით მაგრამ ამ დონეზე რა ვიცოდი ახლა მე ის ჩაჩიბაია მეუბნება ილია ირმაყლინაშვილთან რო ამაზე ტელევიზიაზე ახლაო რა დრო ისო იმით იმა ბრძოლა არისო იმის ხიდაშელებთანო და ჩაჩიბაიებთან აბა ჩაჩიბაია რას მეტყოდა ჩაჩიბაიაზე ბევრია სალაპარაკო ამ თემაზე რა გულახდილად გეტყვით ძალიან სიღრმისეულად უნდა წავიდეთ ჩვენ ამის რეალობაში მაგრამ ჯერ სადამდე უნდა დავეცეთ რომ საბოლოოდ დავიწყოთ პრობლემის არსის აღმოფხვრა. ჩვენი ქვეყანა დავადებულია სამკურნალოა. და ვიღაცა გამოვა და იმას იტყვის შენ სულ ნეგატივს აშუქებ. პოზიტივი კი და იმედის ტელევიზიაზე გადარდი ანრია ჯოხაძეც ეკваოს აგერ გაიიხდი კერძ განახებს. გადარდი აგერ საკუთარი ცოლის უკანალს განახებს ვიღაცა ნოე. განახებს, უპრობლემოდ განახებს. მერე განახებენ როგორ მიიყვანენ ბაღში ბავშვს.
და დატოვებს წმინდა ოჯახი და ესე კლეურ სიუჟეტებს, TikTok-ურ ვარიანტებს დაგიტოვებენ და იყავით ბედნიერი. კრიტიკა არ შეიძლება. რა, ასლაპარო პოზიტივი გინდა? პოზიტივი თუ გინდა, მე რატომ მიყურებ? რასელი ჩემგან გამწარებული კაცი ხარ და მიტო ამბობ შენ ამას. გამწარებული ბედნიერი უნდა ვიყო ჩემი ქვეყანა რომ კვდება. ერთი კაცი ბედნიერებას თუ სამშობლო და სინდისი უარყავი მიაღწევ ნახავ რა პრობლემა არის. მით უმეტეს თუ დებილი არა ხარ და თუ შენ გაქვს იმის შნო, შენი განათლებით, შენი შესაძლებლობით და შენი შნოთი უცხოეთში პური იშოვა და ჭამოდა სვა და ოჯახი ყავდეს კმაყოფილი რატო ვერ იქნები ბედნიერი თუ სამშობლოზე არ დარდობ. თუ წარსულო ხარ და რა პრობლემა არის. მაგრამ თუ სხვანაირად ფიქრობ ბედნიერებას ვერ გძნობ ბოლომდე. და თუ შენი ერი არ არის ბედნიერი, მაშინ ვერ შენ იქნები ბედნიერი თუ შენი ქვეყანა გიყვარს. ამაშია მთელი უბედურობა. 2.800.000 კაცი არის საქართველოდან ემიგრირებული. 2.800.000. ჩემი ოჯახიც ამ 2.800.000-ში შედის. მე არ გავთავხედები ისე რომ ვთქვა რომ მე ამ 2.800.000 კაცის აზრს გამოვხატავ. მაგრამ ნახევარზე მეტის აზრს რომ გამოვხატავ, ეს ნამდვილად ვიცი. ხო, ასეა. სიმართლის ლაპარაკი არც სარწმუნოების შეურაცხყოფა, არც ვინმეს დამცირება და არც ვინმეს ფეხქვეშ გაგდება. სიმართლის ლაპარაკი არის სიმართლის ლაპარაკი. ახლა რა არის, იცით, მე ამ წუთას არ მაქვს ტექნიკურად მაგის შესაძლებლობა, თუმცა მომავალში ვიფიქრებ ამაზე. რომ განახოთ აი ეს ფრაგმენტი, სადაც ირმა ინაშვილმა და ტრაგფხანამ საკუთარი თავები გამოახატიეს ამ ხატზე. მავედრებელის პოზაში ესეთი ხელით და ინგულიკას იმითი რა ქვია, ესეთი პორნოის რო აქ რა ქვია, თავშალი, ასე წაგრული. ჯერთი ეს არაკანონიკურია, ცნობისთვის რო იცოდეთ რა, კანონიკას აქვს თავისი წესები და ესეთი ფორმა, ესეთი თავშალი საკრა ასე არ მოსულა რა. ეს ერთი და მეორე ხარ ვიცი თქვენ დააკვირდით თუ არა. ამათი ფიგურის უკან დგას მეტად მოწიფული მამაკაცი, ესეთი ავანტყოფური სახით, წვერი უფრო მოუშვიათ ცოტა და უმგონებიათ ვითომ ცადეს იმაში ჩაჯენა რა ქვია ფრაგმენტებში და ალბათ უამრავმა თქვენგანმა ვერ იცნო ის ვინ არის მესამე. მე გეტყვით აგერ მესამე ვინ არის. მესამე არის ზვიადია ტომარაძე. ახლა თქვენ გააკეთეთ დასკვნები რუსეთში დაიწერა ეს ეგრეთ წოდებული აღალი წმინდანების ხატი. მაგრამ მე ამით ასულაც არ მინდა დისკრედიტაცია მოახდინო რუსულ-ქართული ურთიერთობებში, მე მინდა გავუმეჯნო რა. სიმართლე და სიყალბე ერთმანეთისაგან. ვინ არის ეს ზვიადა ტომარაძე? ზვიადა ტომარაძე ბატონებო არის რაინდი ვასაძის, მე ასე უძახი, საჭურჭულეთ მტვირთველი. უკაცრავად დავლევჩაის. რა ხდება, იცი? აი, იმაში როა დიდ ესპანელი მწერალს იდალგო დონ კიხოტი რო დაწერილია ასეთი, ხო ყავს ესეთი ამ რაინდს, ნუ ამ იდალგოს, ხო იდალგო კიდე აზნაური არის ბატონებო, ესპანურიდან თარგმანი რო გავაკეთოთ და ხო ყავს ის საჭურჭველ მტვირთველი სანჩო პანსა. ნუ ახლა სანჩო პანსასავით მსუქანი არ არის ბატონი ტომარაძე, მაგრამ აი ესე დაახლოებით როგორი როჟა იცი, როგორც სანჩო ადიდებდა მის ბატონს, მის რაინ წუხარეს სახის რაინს, დააკვირდი ბჭყალებში ვამბობ ამას თუ არა საწინააღმდეგო კი არაფერი არა მაქვს დონ კიხოტი არის მსოფლიო კლასიკა და წარმოუდგენელია ამას აი იდიოტი ვასაძე შეადარო, მაგრამ აი ესეთი ნიჰილისტური ბრიყვბუბლი, აი ესეთი რო დაიკავებს ეს სახეს, ეს ცნობილი მილიონერი ვასაძე ეკლესიით და ქრისტეს სისხლით მოვაჭრე გნიდა, აი ესე რომ დაიკავებს სახეს. ვითომ რომ
ქარის წისკვილებთან ბრძოლაში შედგა მე ხა სიგნიფიკაციას ვაკეთებ რა ხდება სინამდვილეში რა აი იმ ხატის ეგრეთ წოდებული მათი ახალი წმინდანების ხატის უკან აფარდატრიალებს რა და სინამდვილეში რო სკოლა აქვს საქართველოში ვასაძეს გახსნილი მილიონერთა სადაც ერთმა ბავშვმა რო ისწავლოს 10,000 ევროს ღირებულების გადასახადია რომ არ ვიცი წელიწადში თუ თვეში თუნდაც წელიწადში იყოს მაგრამ მე ვიცი რომ მგონი წელიწადში არის თვეში არის უკაცრავად მაპატიეთ ასე და ვინ არის იცით თქვენ მისი სკოლის მთავარი როგორ გითხრათ ახლა ამისი აკადემიის რაღაც სკოლა იქ ვარსკვლავებით სვივა ციდან ბატონი ჯაღმაიძე არის მთავარი რელიგიური როგორ გითხრათ ახლა სულთ მომფენი იმ გარემოსი სწავლობენ იქ პარლამენტის შვილები და ესენი და ისინი და ისე ბევრი არ ვიცი ახლა დაარქვეს სკოლა წმინდა გიორგი თუ ესა ვახტანგ გორგასალი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე არც ერთი ობოლი იქ არ სწავლობს არც ერთი ომში დაღუპულის შვილი იქ არ სწავლობს დადის ჯაღმაიძე და იღებს ქრთამად ფულს რომ მე ეს ჯიპიდან შეატორმოზოს ასე ამგენის აქციებს და გადმოწიოს ხელი და ასე გააკეთოს და სახელი და მამისათა და ძისათა და სულთსაწმინდისათა თქვას და დალოცოს მრევლი უბრალოდ ფანატიკოსთა ბრბო გოშიების და ფსევდო რაინდების როგორ შეიძლება დონ კიხოტის მოხსენიება ცუდად როდესაც იმას იდეალების წამდა იმას წმინდა იდეალების წამდა და როგორ არიგებს სანჩოს რომ აი ესეთი აი მართლად რო დანიშნავს კონსულის რომ აქ არის ცრემლებმა არ მოგატყოს სანჩო სამართლიანობის განსჯის დროს როგორ გონია რა თქვენ დონ კიხოტი მილიარდელი იყო როგორც ლევანაა ვასაძე ან ისა რა ქვია ტომარაძე სანჩო პანსასავით ისა ბრიყვი არის როგორ დაშლია რა აი ამ სუსის ფაილებს პირველი ხვდები რომ ჯაღმაიძესთან ერთ-ერთი ნდობით აჭრული პერია ვინც დარბის და ვინც ასრულებდა მის დავალებებს რომ აი ჩვენს წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოებაში ჯაღმაიძე არ გამოჩენილიყო ამას გაეკეთებია ინტერვენცია და ეს უნდა დამსხმოდა ეს ნაბოძვარი ამათ ახალი წმინდანების ხატზე გამოსახული პროჭი უგან რო დგას არიერგარდში ირმაინაშვილის და თარხალმოურავის გვერდზე და უნდა მოეხდინა ჩემი მხილება რომ თურმე მე ვებრძვი ეკლესიას და ვებრძვი ქართულ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს აი ეს გამოსირებული ეს რა მართლა ეკლესიის და ქართველი ხალხის სარწმუნოებით მოვაჭრე დაჯგუფება რაც ამგენმა ახლა ერთობლივად ზიანი მიაყენეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას თავიანთი აი ესეთი სტალინური შეფუთვებით გაცამტვერება მოახდინეს ზოგადად სიწმინდეების შეურაცხყოფა მიაყენეს ამ წმინდანებს ხო აი საბერძნეთის ხო არ არის რუსეთი საბერძნეთში არის წმინდა მატრონას ფრესკები გამოსახული და მას პატივს მიაგებენ მართლმადიდებელი ქრისტიანები არ შეიძლება როგორ შეიძლება წმინდანს კონდეს წმინდანის აღქმა მოხდეს ეთნიკური ნიშნით წმინდანი აი წმინდანი უწმინდურობა ის სხვის სიწმინდეს რო შეურაცხყოფ და ესეთი შეიძლება იყოს მარტო ნატაია ფერაძე და მე ნამდვილად გეტყვით ამ წუთას რაღაც რო არ მაქვს და შესაძლებლობა არ მაქვს იმიტომ დავზუგრძნობ ზუსტად გადავიტანე ვირუსი და არა მაქვს ის ემოციები და ის ძალა რომ ბოლომდე წავყვი ამ საკითხებს ახლო ეს პერიოდში მე ამას გავაკეთებ აუცილებლად გავაკეთებ აი ის ნაბოძვარი ელისაშვილი რო გამოდის და კიდე მხარს უჭერს ფერაძის საქციელს და შეურაცხყოფას აყენებს დედამატრონას ხატს ეს არის კიდე უბედურება რუსი წმინდანი და სერაფიმ საროველი და ესენი აბა არა ყავს რუსებს წმინდანები და ვიღაცისთვის შეიძლება მისაღები იყოს და ვიღაცასთვის თუ არ იქნა მისაღები რა ვქნათ ელისაშვილი გავხადოთ წმინდანი საკუთარი მუტელი დიშვილი რომ მიიყვანა მისი ეგრეთ წოდებული
პარტიის წევრის იოსელიანის მოადგილეთ იქ სახალხო დამცველად რო დანიშნა და სანამ აქედან ყოველ დღე დედის მუტლს არ ვაგინებთ მაგელის საშუალებას მანამდე რო არ გამოიყვანა იმ ეგრეთ წოდებული ბუნაგიდან შენ მე ერში მითხარი წმინდანობა თუ არა ღმერთთან ღმერთი განსჭის ვინაა წმინდანი და ვინ არის ჯოჯოხეთის მაშხალა და ელისაშვილი გამოდის და აკეთებს ელისაშვილი არის ჩვეულებრივ ჩაჯმული ტიპი კარგად დაუძაღა იმ ბერძენმა ტიპმა არ შეიჯვა კი არა თავზე გადაიჯვა ბიჭო ამ კაცმა ანუ ამაზე მეტი რა უნდა აღუწერო მისი დიშვილი რომ მიიყვანა იქ იოსელიანთან სახალხო დამცველის აპარატში ამაზე მეც ვერ გააკეთებს ტიპი ხელისუფლებაში მოსული არისო და ნეპოტიზმის და კორუფციის ყველაზე აშკარა მაგალითი გააკეთა და მე გვაჯერებდა ის მისი ყლექალა დიშვილი რომ ეს ნორმალური იყო და ეს იოსელიანი ქართული ოცნების დამფინანსებელი მისი პარტიის წევრი და თანამოაზრე დღევანდელი ხელისუფლების აგერ მცხეთაში კუპონებზე შეძენილ ელექტროჰეს ფლობს საიდანაც პარავს ქართველ ერს ენერგიას ფულს ძალას და პლუს ამას რასაც აკეთებს ამის ანაცვლოდ კი ეგერ კალაძეებთან კოლაბორაციაში მყოფი დამჯდარი იქ და შენ დაუკარ რა კარგია ცხოვრება ხო მოკლედ მე ალბათ ველოდები ახალ ხატს ბჭყალებში სადაც ბიძინა ნეტარი ბიძინა იქნება გამოსახული მარჯვნივ იქნება ტანჯული ირაკლი და აქეთ მარცხნივ ტეტრამორფის ფრთებით თუ არ იცით ტეტრამორფი ირმაინაშვილს შეეკითხეთ რა არის გამოსახული იქნება პაპუაშვილი და ამ ახალ ხატზე აუცილებლად ჩვენ ახლა იცი რა ხუმრობა და ბჭო როგორ უნდა გავიგოთ აბა აი ყველა მე ამდენი ხანი ვთვლიდი რომ ეს ადამიანები იყვნენ ნაძირლები რა აი ეხლა უბრალოდ ეგენი მე მეწოდებიან ირმა ინაშვილი და თარხან მოურავი ორივე მეწოდება გულახდილად გეუბნებით რა მე ამ ხალხზე ვერ რასოდეს სერიოზული კრიტიკით ვერ ვილაპარაკებ ვერ დავკავდები რა აგერ ვიღაცა წერს წმინდა თარხანა და წმინდა ირმა ვინც ის რამდენმა სანთელი დაუნთო ამ გაჭირვებულებსო არ ვიცი რა ეთყობა მიუვათ ნეტავი მიუვიდეთ მე არა ვარ წინააღმდეგ მე ვინ მეკითხება მაგრამ ნეტა მაგენს მართლა უნდა უნთებდეთ სანთელს და უნდა ვიხსენიებდეთ როგორც შეეწიოთ ღმერთი ამ ხელა უწმინდურებაში მყოფ ამ პარტავენ ბრიყვებს და ხო აი ვიღაცა მეუბნება სახელი და გვარი არა აქვს სამწუხაროდ რა შენეე ბიჭო რას იგინები შენ დედაც მოთხან კიდე რა და გადართ ეგ იმედზე და არ შეგაგინებენ ჯიგარა ხო აი მართლა უნდა იმავშებოდეთ რა უნდა გქონდეს ამ ხალხის მიმართ რაღაცნაირი სიბრალური შეგრძნება იმიტომ რომ არის ადამიანები ვინც უნდა გიყვარდეს ჭეშმარიტ ქრისტიანს არის ადამიანები ვინც უნდა გეცოდებოდეს ჭეშმარიტ ქრისტიანს სიძულვილის ადგილი გულში არა აქვს არა მაქვს გულახდილად გეტყვით სიძულვილი მაგრამ რა არის იცი რო დავფიქრდები რომ სიყვარულის არა მაქვს ამათ მიმართ რა წარმოუდგენელია რომ აი სიყვარული მქონდეს ხალხის მიმართ ვინც მე სამშობლოს მართმევს მე არ უმალავ მე არა ვარ კარგი ქრისტიანი მე არა ვარ მისაბაძი მაგალითი მაგრამ არც ეგენი არ არის მისაბაძი მაგალითები თავები რომ იმაზე გამოხატეს რა ქვია კანონიკურად ახლა ბჭყალებში კანონიკურად ეგ იყო აი გულახდილად გეუბნებით ეს იყო ჩემთვის საზღვარი აბსოლუტურად ყო კიდე აქამდე რაღაცა კრიტიკის დონეზე შეიძლება დავფიქრებულიყავი და მე თქვა რომ აი ნუ ესეთი მამაძაღლები ხართ ეს რო გააკეთეს ესე იგი წარმოგიდგენიათ ამათ ღმერთად მიაჩნიათ საკუთარი თავები ღმერთად მიაჩნიათ საკუთარი თავები ღმერთად არ ვიცი
მაკულატურა გამოიტანეს და აჯერებენ ხალხს, რომ აი შეხედეთ ხახალძე რამდენი ისა გვაქვს, რა ქვია ხმები, ტრაქში გაიკეთოს ირმაინაშვილმა, დააკუჭოს და გაიჭოს უკინა და გაარჩოს თარხანას კიდე. და ვინც aqავს იმ პარტიის დაფინანსებაში მიღებულ მილიონებში. 20 კაცი რო ძოვს და ხარ კმაყოფილი. აქედან ხა რა იცი უსახელო უგვარო ტროლები ვინც იგინებით მე მესმის თქვენი გულის ტკივილი თქვენ ხარ დამხელისუფლების აწარმი ქარხანა რაღაც აი ჩემ ახლობელს ახლა გულახდილად გეტყვით მტკივა რა არა არ მინდა ამ ეტაპზე ამაზე ვილაპარაკო მაგრამ აი ესეთი გამოსვლების გულისთვის წართვეს სოციალური დახმარება იმიტომ რომ არის ჩემი ახლობელი რა უნდა ვილაპარაკო ახლა მე ვიღაცა რო აქ კომენტარს ვერ დაწეს იმ სოციალური დაზღვევის უფროს იმ აგენტს ეგრეთ წოდა იმას დედა აქვს მოთხრობილი პირდაპირ ვეთქვი რა იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემნაირი ტიპი თუ დამაჯდებოდა ზურგზე მე მაგას არ ვისურვებდი მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ რა დღეში არის ქართველი ხალხი რამდენ ვიღაცას ეყოლება ეხლა გაჭირებული ჩემნაირი კომაგი ეყოლება ან მე ყველას პრობლემა ვიცი რამდენ ადამიანს დაჩაგრავენ რამდენ ადამიანს გააუბედურებენ ხალხს მაცივარი არ აქვს ბიჭო სახში საფხურში წყალი რო შედოს თორე ხორცი რო დიდი ხანი არიდება გაჭირებული ხალხის მაცივარში და გაკეთებული საჭმელო დიდი ხანი არ რჩება ეგ გასაგებია და ამაერ ადამიანებს ართმევენ სოციალურ დახმარებას და ამას აკეთებს ხელისუფლება რომელიც მოიყვანა იმ ადამიანებმა ამაზე გვექნება ცალკე სალაპარაკო მაგრამ სანამ ახლა ამაზე სალაპარაკოთ მოვიცლიდე და გადავიდოდე მე ამ ყველაფერზე სალაპარაკოთ მე მინდა რომ აი ეს ორი არსება ორი მატყუარა ორი დისკრედიტატორი ქართული პოლიტიკის და ქართული სიმართლის და ქართული მართლმსაჯულების და ეკლესიის რეალური მტრები ესენი გნიდები საბოლოოდ გავაკეთო მათი ლუსტრაცია რა ჯერ ბიჭო აფხაზეთში ხატი შეწირეს აფხაზეთში და ხატი ჩაიტანეს როგორი კონდიციით იცი მე პირადად არ მაქვს ამაზე არა არსებითი პრობლემა იმიტომ რომ უფლის მადლი შეიძლება ნებისმიერ ფორმატში დაიშვას არის ხატები გაზეთის იმიდან მოდით მირონი მაგრამ როცა კაცო პოლიტიკოსი ხარ როდესაც ამხელა პრობლემები არის ჩვენ შორის ხო აფხაზეთში გულისხმობ ამას კარდონზე გადაბეჭდილი რეპროდუქცია რატომ უნდა შეწირვა იქ ატონში რატომ უნდა გააკეთო ეგეთი რაღაცა თუნდაც იმიტომ რომ ვიღაცას სალაპარაკო არ მისცე და რა მოხდა იცი მე აი შემოუბრუნეს და უკან ესროლეს როგორი პრივეტიც გააკეთეს ისეთი ატვეტი მისცეს უკან წარმოადგენსო ისეთ ღირებულებასო რომ აქ დავდოთ მე იმას არ ვამბობ რომ ის პასუხი იყოს სწორი მაგრამ ამგენ ფულის გადახდაც კი დაენანათ იმისთვის რომ ხატი ისეთ კონდიციაში შეეწირათ ჩვენი ურთიერთობების გულისთვის ამგენის ჰაიპს გამოკიდებული რეკლამატორი დედები რომ მოვთყან ამათი რა და შემიყვანოს კიდე ირმაშვილად უნდა იმ ხალხის სიაში ვინც მაგას აგინებს და ლანძღავს პროსტო მე მაგენიდან განსხვავებით დამსახურებულად ვეუბნები ამას ყველაფერს წმინდანი ახლა რაც შეეხება ქართულ დიასპორას და ქართულ ემიგრაციას განსაკუთრებით რუსეთში ვისაც იმედი გააქვთ რომ ინაშვილი მაგ ჩამოსული რაღაცას იზამს მორგოშია რაღაცას იზამს არა ჩემო კარგებო არა
თქვენ ნებისმიერი ფორმატით თუ გგონიათ, რომ რადგან მე ახლა ამას ევროპიდან ვლაპარაკობ, მე მტერი ვარ ამ ურთიერთ, ну ასეთ რაღაცებს ახვევენ ძირითადად ამ იმაში რა ქვია, თავის გასაправებლად, თავის თავისი ნაკეთები სიმახინჯის დასამალად რა. მე ვერ მოიძებნება კაცი დედამიწის სულგზე, რომელიც მე ბრალს დამდებს პოლიტიკაში პოლიტიკით. გამეკეთებიოს ის და ამეღოს ის, რაც ადამიანის ცხოვრებას ცვლის. ან თუნდაც სუფრის ფული როჯდებიან შლიან და ჭამენ. გულახდილად გეუბნებით ამას რა. მოიძებნეთ, გამოდით თქვენ დედამოწყვილებო. ხო ხართ, ხო ყველაზე ყველაფერი იცით. რა ვიყიდე, რომელი ვილა ვიყიდე, რომელი სასახლე ვიყიდე, რომელი მანქანა ვიყიდე, ვის რა ვაჩუქე, ღარიბაშვილი ვიტყე ვაჩუქე ჩემცოლს თუ ისინი მალდივების კუნძულზე წავიყვანე თუ რა ვქენი. რითი ვიხმარე საზოგადოების ინტერესი ან საზოგადოება. ერთი ფაქტი არსებობს ამისი. და თქვენ მაგ ირმა ყლინაშვილებო, ჩაჩიბაიებო, ტრაკფხალმოურავებო, გოშიებო, მორგოშიებო. დაწყებული ბიჭო, ქართული მიწა 1 ლარიდან აგაქვთ მისაკუთრებული. ჩვენ როცა მაგ მიწის გულისთვის ვომოვდით, თქვენ მაგ მიწებს იპარავდით. აი ეს არის სიმართლე. და თქვენ ამაზე ლაპარაკის გეშინიათ. და გამოვა ვიღაცა და მეტყვი შენი უზდელი ასე, შენი უზდელი ისე. სტილობა გინდათ? როგორი სტილობა გინდა? როგორ უნდა ველაპარაკო ახლა მე ჩაჩიბაიას, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, სააკაშვილს, როგორ უნდა ველაპარაკო ამათ? ბატონო ბიზინა, ბატონო მიხეილ, ბატონო დავით, ქალბატონო ირმა, ბატონო მორგოშია, ის საერთოდ ბატონო კი არა, საერთოდ ის ცალკე ფენომენია. მაგრამ მაინც რა. რა გინდათ, როგორ უნდა გელაპარაკოთ აბა თქვენ? მითხარით? როგორ გინდათ თქვენ? ქრისტემ რო თქვა ასე რომ ხორებსო მარგალიტები არ დაუყაროთო? არა ხარ თქვენ ხორები? ამხელა ქონება რო გაქვთ მოპარული ჩემი ერის. თუნდაც საპატრიარქოში ჩაბუდებულო ყანდურებო. ატიმი კურკიტოლა და ჭერმი კურკიტოლა რო გინდოდათ. არა ხარ თქვენ ყანდურები? ხარ თქვენ ყანდურები ხართ. ახლა ესე მეუბნება, შეჩმორო, სად იყავი 2008 წელს, სად უთამაშებდი ტრაქს. ამას მწერს, ამ კომენტარს წავიკითხავ სახელი, სურათი არ აქვს და ისა აქვს, რა ქვია, მოკლედ ლათინური ასოებით US, SA, მერე არაბული ციფრებით 5, 19, 20, 30, 50. ამას უნდა უპასუხო მე. როგორ ანათქვამი, ხანდახანო დომილიო, ქრუაო, რჩეულიო, ხო? ეგრეა სამწუხაროდ. გაგიმარჯოთ, ჩემო კარგებო, მოგესალმებით ყველას. ჩემი მთავარი მიზანი რა არის, იცი? აი ამ ლაივის ჩაწერის, აი აქ ეთერში გამოსვლის. მიჭირს და ძალიან მიჭირს საუბარი. მაგრამ ეს იმდენად დროულად უნდა გამეკეთებია. და მე მივიჩინებ, რომ ეს გასაკეთებელი იყო რა, რომ ხვალდაზე უკვე ეს დაკარგავდა აქტუალობას. ამიტომ ჩემი სათხოვარი იქნება ეს, რომ გააზიარეთ ეს ვიდეო ლაივი და მოასმენიეთ სხვასაც და შემომიერთდით YouTube-ზე, შემომიერთდით. ჩემი თხოვნა იქნება, გამოიწერეთ ეს არხები, მე არ მაქვს იმხელა საშუალებები, მაგათ რო აქვთ პროპაგანდონისტებს თავიანთი კუტოკები რო აქვთ გახსნით, მე მაქვს მხოლოდ ჩემი სოციალური სივრცეები რა. ეგ არის ასე შემოკარგებო. ამიტომ გულახდილად გეუბნებით, მე არასდროს არ ვწუწუნებ. როგორი ცხოვრებაც მქონდა, როგორშიც ვიმყოფები, მე მადლიერი ვარ ჩემი ღმერთის, ყოველ დღე რო ვიღვიძებ, მადლობას ვეუბნები, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა მანახა რეალურად ადამიანები, გამაცნო მათი ნამდვილი სახეები, ყველანაირი ნიღბების გარეშე და
ამაზე მეტი ბედნიერება რა არის, რომ შენ იცი ვინ არის რა. პირველ რიგში შენ შენი თავი უნდა გაიცნო და მე უნდა გაიცნო რეალურად სხვა, მაგრამ რეალურად რა იცი, როცა აი ამ ხელა სიყალბეებს ეჯახები, ხო? ეჯახები, ამ პატრა გამოცდილებაც არ მაქვს რა. ჩემი ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებიდან დაწყებული უცხო ქვეყანაში ცხოვრების და მოღვაწეობის გამოცდილება მაქვს, ხო? და შემდარებლებსაც გამოვდგები ყველაფრის, საზოგადოების, პოლიტიკის. ჩემი გადასახედიდან, ჩემი სუბიექტური აზრია. მე გულახდილად გეტყვით, რომ ამ ხელა სიყალბეს, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს და რაც ჩვენ გვაქცევს და ეს არის ზუსტად მიზეზი იმისი, რომ ჩვენ ვიქცევით სიყალბე. აბა სხვა რამე არის მეტი კაცო? სიყალბე ეკლესიაში, სიყალბე ჟურნალისტიკაში, სიყალბე პოლიტიკაში, სიყალბე სკოლაში, სიყალბე ჯარში, სიყალბე პოლიციაში, სიყალბე საზოგადოებაში. აი ეს სიყალბე გვხუბავს ზუსტად. და ამის თქმა რომ ეს სიყალბეა, გამიგე, ჩემი მხრიდან ეს აღმოჩნდა ყველაზე დიდი უპატიებელი ცოდვა. და ამის გულისთვის ვიქენი ზუსტად განდევნილი მე ჩემი ერიდან. მე არ მეშინია სიკვდილის. მე რო სიკვდილის მეშინოდეს, მე ამას არ გავაკეთებდი დღეს, რასაც ვაკეთებ. თუმცა მე ვიცი ეს რა რისკებთან არის დაკავშირებული. არის კატეგორია, ვინც ამას საერთოდ არ უძახის არანაირი რისკის საქმეს. მე ამაზე ხარ გეტყვით რატომ ლაპარაკობ, მაგრამ კატეგორია, რომელსაც ამას არ თulis რისკის ფასად დღეს სიმართლის ლაპარაკს, თუნდაც აქედან საიდანაც მევა. არც ჩემ ქვეყანაში არ დამინახია იქ ასეულობით აქციების დროს. გულახდილად გეუბნებით ამას. როდესაც მინისტრებთან, მინისტრის მოადგილეებთან, პრემიერ-მინისტრებთან და ასე შემდეგ მაგათ კაბინეტებში ვარდებოდი დედისტრაკის კინებით და კიდევ ბევრ მაღალაკებთან. აი ეს არის რეალობა. აქ ერთი მაგინებელი ყავს გიორგი. ტყე და ისინი აქ დაყენებული რაღაც ფონი. ეთყობა ღარიბაშვილის მუტებიცოლის ტყე არის რა ეს. ქართველი ხალხის კისერზე რო გადარ. გიო, რას გეტყვი, იცი? შენ ისეთი გიო ხარ, როგორც ის არა, თარხალმოურავია, მეფე და როგორც იმაიყლინაშვილია წმინდანი, გამიგე? აი ესეთი რთულია თქვენთვის სიმართლის ლაპარაკი, მე ასიზამ სიმართლე იქნება ბოლომდე ნათქვამი. სიმართლის ძალა მე ვიცი სხვადასხვაის რა არის. იმიტომ რომ თქვენ არ გეშინიათ ამ წუთას ტყუის. ერთი კაცი რო გამოდგეს და ტყუია გესროლოთ თქვენ, გაასახებთ ტერორისტად, გაასახებთ ავადმყოფად, სულელად და ასე შემდეგ რა. და ამ კაცს ბოლოს გაუგებთ ლიკვიდაციას და დამთავრდება ამით ყველაფერი. მაგრამ სიმართლე რო თქვენ ტყუიაზე მეტად გაზიანებთ, ფაქტია. პირდაპირ სიმართლის მთქმელ კაცს ვერ მოკლავთ და თავისთავად ეს გამოიწვევს სხვა პრობლემებს და თან რაღაცა არის, იცით? თუ ვინმე გაბედა და იმაზე მეტი სიმართლე თქვა, ვიდრე ტყუია შეუძლია გესროლოთ. ხო, ეს უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემას შექმნის თქვენთან მიმართებაში. აი ამაშია სიმართლის უპირატესობა, ვიდრე თქვენს წინააღმდეგ ტყუიების სროლის. მე გულახდილად გეტყვით, გიცნობთ კარგად და თქვენ როდესაც ეროვნულ ხელისუფლებას სიმართლის ფორმით ვერაფერი ვერ ესროლით, თქვენ ესროლეთ ტყუიები. ამიტომ მე თქვენ გიცნობთ, თქვენ ხელისუფლებაში ხართ იმ დღიდან, რაც დაამხეთ ქვეყანაში ეროვნული ხელისუფლება და ცდილობთ მთელი ამ ყველაფრის მერე ეს ხელისუფლება შეინარჩუნოთ ტყუიებით, მაგრამ დამიჯერეთ რა, თქვენ კი არა ფარაონებმა დაამთავრეს თავიანთი მოღვაწეობა და გადაიქცნენ მტვერად და თქვენც არ ხართ თქვენ ფარაონები, არც თქვენი პატრონები არ არიან მეფეები და რა თქმა უნდა არც მათ გვამებს ელოდებათ პირამიდები. შემიძლია ასე გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ეფემერული მოვლენები ხართ რა. ისტორიის არც ერთ კიბეზე და არც ერთ საფეხურზე დამრჩენი არსებები არ ხართ.
აი ძალიან როგორი უხიმხამო როჟები ხართ, იცი? ვიღაცა ბახტაძე რო ყავდა რა, ივანიშვილი შვალედური პერსონა რა. აი ნუ არც ღვინო, არც წყალი რაღაც, აი შვალედური ქინძი რა, საქართველოს პრემიერი. აი ხო არა, ბევრი ყავდა იქ ნაძირალა, მაგრამ როგორ იცი? არსად გამოჩენილი ქინძი, რომელსაც არანაირი წარსული არ ქონდა, მოიყვანეს და დადეს. აი როგორი ტიპები ხართ, იცი, როგორც აი მაგალითად გახარია არის რა. ივანიშვილის საჯდომიდან გამომძვრალ როჟა, ახლა სანამდე ეს ახალი წმინდანია კიდე, სხვადასხვა რუსული ფესვებით. როგორი ტიპია, იცი? აი რაზე გავაკეთებდი იმას, რა ქვია, კომენტარს. გახარიას ტიპი, ვიღაცა ქლიავი რა თქმა უნდა, უზის ნაციონალური მოძრაობის მდედრია ეს ასიზღარი როჟა ციკლიცე, ყლითლიძე. ხო და მიდის დიალოგი და ნუ მოკლედ ის ყლითლიძე ლამის უნდა თქვას, რომ ემასთან გახარიას ჯგუფთან აქ ისა რა ქვია ალიანსი პოლიტიკური და ესე უნდა არა გვაქვს ჩვენთან ალიანსი, ეს თქვენა გაქვთ ჩვენთან ალიანსი, ჩვენ თქვენთან არა გვაქვს ალიანსი, ის როგორ გავიგეთო ჩვენ თქვენ გამოგიყენიეთო. ესე უთხრა გახარიას ტიპმა, გამიგე? და ამას აგონებენ ხალხს. და ჩვენიო ამომრჩეველიო ამას გაგვიგებს. გამიგე? და პოლიტიკოსი და პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია გამოყენებაზე რა. პოლიტიკა ისედაც ბევრი რამე მოსულა, მაგრამ აი ესე საჯაროდ ყველანაირი ნორმების დარღვევა, ჩამოშლა, გაძაღლება და გაუბედურება. ეგრე არ არის ჩემო კარგო რა. რაღაცა საზღვრები ეს ციცერონი ამბობდა ბოლოს, მეც კი გავიყიდეო რა. გამოდით თქვენ დედამოწყვილებო, ციცერონზე მეტი მაგრები ხართ, დაადებით თქვენს კისრებს, ჩამოიკიდეთ ესეთი პატარა აბრა და დააწერეთ, ვისი საკუთრებები ხართ თქვენ პოლიტიკურად, რომელი დაჯგუფების, ივანიშვილის ხართ, ნაციონალური მოძრაობის ხართ, თუ ვისი ხართ. ვინ დგას თქვენს უკან? მოდი აქ ძალიან აქტიური ბიჭი გვყავს ჩვენ გიორგი და მე ამის 300 ლარს დღეს გავაправებ. ანუ ეს არის 300 ლარი, რო იცოდეთ, რასაც უხდის უშიშროება რა. აი ეს ბიძინა ივანიშვილების პლასტიკური ბარათების ბეჭდავი რო არის რა, ლილუაშვილი 300 ლარს უხდის. ტროლებს, რომლებიც აი ცნობილი სახეების და წარსულის ადამიანების ელექტრონულ ლაივებზე შემოდიან და ახორციელებენ წინასწარ დაგეგმილ შეტევებს ესეთ შეურაცხყოფებით და ამით. ნუ მე მესამედ მოვიხსენია შენი სახელი და აი ესეთ რაღაცას დაგაბარებ შენს უფროსთან, გიო. ასე გადაეცი, რომ და ბევრი ვიდეო გადამიღეთ, ბევრი ფოტო, ბევრი მოხსენება დამიწერეთ. მე ყველაფერს ვეცნობი აქ რა. მე რო გამჟღავდა ის უშიშროების ფაილები, გამიგე? აი მაშინ აი ხეზე რომ მიმიფსია ისიც კი დაფიქსირებული გაქვს. მე არ მეშინია, იმიტომ მე ტრადიციული მამაკაცი ვიყავი. ყოველთვის არ ჩემი სექსუალური ცხოვრების არ მეშინია, არ ჩემი მოშარდვის არ მეშინია, არ ჩემი ტუალეტში გასვლის არ მეშინია და ასე შემდეგ. აი მოკლედ რა მინდა იცი რო გითხრა, გიო, მე აუცილებლად გადავიღებ სურათს წელს ქვევით და გამოგიგზავნი შენ, ჩემი მამაკაცური ღირებულებებით და დაკიდოს შენმა უფროსმა საძინებელში. მის საძინებელში. საკუთარ ცოლს რო ვერ მოტყნავს, შეახედოს ჩემს სასქესო ორგანოზე. აი ამას კეთყვი შენ. ახლა წადი და გადაეცი ეს შენს უფროს. მე ბოდიშვიხდი ამ ხელა საზოგადოების წინაშე, მაგრამ აი ის უწყება თქვენ არ იცით რა ხდება რა. რომელიც ფულს გადაიხდის იმაში, რომ ჯერ ინფორმაციას გააჩნია რა, ქართველი კაცი რო კონგოში დაიკარგება, მეუმარი ბიჭი, რომელსაც ბატალიონის სიცოცხლე ყავს გადარჩენილი, სოსურაულზე მაქვს ლაბარაკი, მაშინ მაგ საქმეს დავსდები აქეთ-იქეთ, ხო? და უშიშროება ფულს იხდიდა იმაში, რომ ვიღაცას რესტორანში დავეპატიჟებიე და ჩაეწერათ, რომ აბა მე რა გეგმები მქონდა ამასთან დაკავშირებით. და რა ინფორმაციას ფლობდი.
ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს ჩემთან ერთად ჩვენთვის ყველაზე დამსახურებული ადამიანის სამხედროს 2008 წლის ომის ვეტერანის გმირი კაცის გადასარჩენად დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება ჩუმად ვიყო, რომ იქ კაცი მოკვდეს, იმიტომ რომ კარგად ჩავარდა ის იქ ჯუნგლებში და უნდა მომკვდარიყო, იმიტომ იმან ბევრი რამე იცოდა, ის ცოცხალი აქ არ ჭირდებოდათ. და იქ კიდე ის ჩემი სურათი, როგორც გითხარი, მე პირადად გამოგიგზავნი გიო შენ ამ საღამოს მაგაზე გულს არ დაგწყვეტ რა. დამიჯერე, შენ უფროსაც ეყოფა და შენს გეყოფა. შენ შეგიძლია გაამრავლო და დაიგე რეპროდუქცია ძალიან მარტივია და შემხედოთ მე ყოველივე აქტის წინაშე, იმიტომ თქვენ არაფრის ტრაკი არ აქვს და დაკმაყოფილეთ. აი ეს არის სინამდვილე. მე თქვენ ვიცი როგორ უნდა გელაპარაკოთ თქვენ ხოვრება, მაგრამ თელი უბედურება რა არის იცი? ამ ხალხს უამრავს კიდე ჯერა რომ აი იმ შენობებში, იმ ინსტიტუციებში ადამიანები ზიან რა. ხალხი ზიან. ხალხი კი არა პროჭები ზიან. უმრავლესობა იქ არის პროჭი, სამშობლოს მოვალატეზის, მტერიზის იქ. ოკუპირებულია როგორც ერი, ისე ყველა ერის სახელით, ყველა უწყება, რომელშიდაც უნდა კეთდებოდეს ეროვნული საქმე. ამაზეა საქმე. რომ მეგონა უარეს დღეში ვყოფენ, რა ვქნა ჩემი მე საერთოდ რისი მომხრე ვარ, იცი, უნდა გამოქვეყნდეს ეს უშიშროების ფაილები. რაც გამომჟღავნდა რა, მე ამის მომხრე ვარ, კიდე ერთხელ გეუბნებით ამას, რომ ჩვენ უნდა თუ რამეს დავამარცხებთ. დღეს ამხელა ფულია ჩადებული ჩვენიერი ცნობიერების გარყვნაში, ჩვენ დავამარცხებთ აი ამ პროპაგანდონურ მანქანას იმ რეალობით დავამარცხებთ. იმ რეალობით დავამარცხებთ, რასაც ესენი ფარულად გვიკეთებენ. აი ეს არის რეალობა. გადაშლი და კითხულობ, რომელი მამაოს, რომელი დედაოს განყავს შვილი, ან რომ ვინ ვისგანა ორსულად. გადაშლი და კითხულობ, ვინ აიწია ანაფორა და ვის მიცა ტრაკი. აგერ გადაშლი და კითხულობ, ვინაა ჩოხოსანი. და ამ ჩოხას როგორ იწევს, ანაფორა აიწია და ჩოხას არ მიცემს უჯო ტრაკის მისაცემად. რაინდები. უკაცრავად კომენტარს წავიკითხავ. ახლა მე აქ არავინ არ დამიპატიჟებიხართ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიბრძანდეთ. აქ მე არავის არ ვთხოვ, რომ არიან კატეგორია ვინც იცის დღევანდელი ეთერის მოტივი. მე ერთ ადამიანზე კი არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ სისტემაზე. ხატად და მსგავსად ვინც აყავს შექმნილი ზუსტად დავესესხები, აი ხატად და მსგავსად ვინც აყავს დღევანდელ მახინჯ კრიმინალურ ავტოკრატიულ სისტემას შექმნილი, აი იმ ხატის და მსგავსების სახელით ვლაპარაკობ, აი რა დღეში იმყოფება დღეს მთელი ერი. თუ არა უფალი ამბობს მცნებაში, რომ არ აღქმენ თავი შენისა კერპი. როგორ არ კერპი ხატებზე დაიხატეს ბიო თავი. და ახლა იძახიან იმას, რომ ხატები ეს ჩვენ არა ვართ. მე ვამბობ, რომ ეგეთი დამოკიდებულება არის საშიში. ზოგადად არის საშიში. მიუღებელი კი არა, ესაა საშიში. მიუღებელი, ჩემთვის შეიძლება ვიღაცის აზრი იყოს მიუღებელი, ვიღაცის არ იყოს მიუღებელი. საშიში რა არის, იცი? მე მინდა და რო არ მინდა, მე რო არავინ არ მეკითხება, მაგრამ ვინ უჯდენში რო ამას მტენიან. ეს არის საშიში. და ახლა კიდე სანამ ჩემი საუბარი დასრულდებოდეს, მინდა რომ საბოლოოდ აგერ ვთქვა ემიგრაციის გასაგონად. ირმა ინაშვილმა და დავით არხანმოურავმა თავიანთი ბილწი, მახინჯი, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური იმით რა ქვია,
მექანიზმებით პარლამენტში 2018 წელს ხმა მისცეს საქართველოს საგარეო დაზვერვის ბიუჯეტის გაზრდას, რითიც ხელი შეუწყეს ჩვენი ემიგრაციის, თქვენი 2.800.000 კაცს ველაპარაკები, თვალთვალს უცხოეთში. და ვინ წარმოადგენს იცით იმ სუბიექტებს, რომლებსაც საქართველოს ბიუჯეტი ფულს უხდის ჩვენაირებზე უცხოეთში ინფორმაციის მოსაგროვებლად, ვინც დააინტერესებდი. საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიები უცხოეთში და მრევლი. საქართველოს სათვისტომოები, საქართველოს საელჩოსთან აფილირებული ორგანიზაციები, რომლებიც ეფარებიან ქართულ კულტურისა და იდეოლოგიის დაცვას უცხოეთში. აი სად ჩადვეს ეს ფული საგარეო დაზვერვის და მას მისცეს დანიშნულება, რომ გაიგონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში გზავნიან ფულს, მე მიგეუბნებით ახლა თქვენ ამას, რომლებსაც გადმორიცხული აქვს საქართველოში $10,000-ზე მეტი. და განსაკუთრებით ის ადამიანები, განსაკუთრებით ის პირიქში რო ჩაგიდებენ, გიო შენი დედის პირი მოვტყან მე რა, თუ არ მოხვიდე მაგ საქმისთვის ჩემთან. შენი ნამდვილი სახელით და გვარით და გამოიყვანე დარღვანაც და ირმა. ვაგრძელებ რა ლაპარაკს, მინდა რომ ბოლომდე გავაკეთო ეგ ინფორმირება თქვენ. ვისაც უდევს ბანკში 20,000 ლარი და ზევით, ის უკვე ასულია უშიშროების კონტროლზე. და თუ ამ თანხის გამომგზავნი ავტორი უცხოეთშია, ასეთი ადამიანის ირგვლი უკვე იწყება გამოძიება, რომელსაც საქართველოს საგარეო დაზვერვის მანქანებით ანხორციელებენ. და როგორც გითხარით, ესეთი აგენტები იღებენ თანხას ევროში, არიან აგენტები უცხოეთში 50 ევროდან უფრო ზევით და ზევით. ესენი არიან, კიდე ერთხელ გეუბნებით რა, ძირითადად უსაბუთო ხალხი უცხოეთში, ძირითადად. სამწუხაროდ მიჭირს ამის თქმა რა. და ხალხი, რომელიც კვეთაში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გამოშვებული ყავთ აი აქ კონკრეტული მოტივებით. არის ასეთი კატეგორია. და მათ აძლევენ ინსტრუქციებს, როგორ შეინახონ თავი უცხოეთში, უწარსულო ხალხია, გაუბედურებული ხალხია. კანა სპეციალურად გაზრდილი ხალხია ამისთვის, არა, გამოყენებული ხალხია просто. რო განახათ შეიძლება შეგეცოდოთ რა. არიან მეტრაკეები, ჭირდებათ ესეთი ხალხი, ბევრი ყავთ. და ასე შემდეგ. იციან მეთოდიკა და მოქმედებენ ამ მეთოდიკით. მე ესეთი კატეგორია მაგათი უმრავლესობა ვიცი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცი. კი ბატონო, ძალიან კარგად ვიცი. და გულახდილად გეტყვით, რომ ესეთ ხალხი ჩემთან აქ ურთიერთობას ვერც ბედავს და ვერც გაბედავს. იმიტომ რომ დაასრულებს ძალიან ცუდად. მაგისთვის არსებობს შესაბამისი მიდგომები, რომ მე ფატალურად დაასრულონ თავიანთი ყოფა აქ. ამიტომ თავის შესაძლებლობები იციან და გაუდით იმათთან, ვინც ეს ყველაფერი არ იცის. მაგრამ ვინც საქართველოში თავისი სახელით ემიგრანტი, ისეთ შეძლებული ემიგრანტი დებს გარკვეულ თანხებს, რაღაცის შესაძენად, რაღაცის საყიდლად, რაღაცის და ეს შენაძენი, ეს ბიზნეს ნაბიჯები თუ რა თქმა უნდა, ამის ქვემოთ უკვე ბიზნეს ინტერესებია, კვეთავს ქართული ოცნების და მათი
მათთან აფილირებული ჯგუფების ინტერესს, იქ უკვე ძალიან ცუდი რაღაცეები ემართებათ ამ ადამიანებს რა. შენ არც ემიგრანტი ხარო, მე ყოფილი ვარ მარტო მათხოვარი. იო, შენ რა გთხოვე? ხო არ შეგიძლია რომ მითხრა. ემიგრანტი არა ვარ მე ხო. მე ვარ მათხოვე, მაგრამ მე ვერ გავარკვე შენ რა გთხოვე. რა გითხრა, წადი ახლა შენ იშოვე ის 300 ლარი უკვე გეყოფ. ესეთი საკითხები მე შეიძლება ერთ დღეს გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ისე რომ უფრო დეტალურად ვამცნოთ მთელს ემიგრაციას, როგორ და რანაირად ჯობს, თქვათ, საკუთარი თავის შიფრაცია რო არ მოახდინონ უშიშროების თვალში ყველაფრის გაკეთება, შემიძლია ეს ფორმულებიც მივაწოდო საზოგადოებას, მაგრამ ეხლა დღეს მაგის დრო და მაგის ის არ მაქვს, ნამდვილად არ მაქვს. საქართველოში თუ რამე მუშაობს უშიშროებაში ნორმალურად და კარგად, ეს არის ფინანსური ინსტიტუტები და დათვლა ამ ფინანსური ელემენტების, იმიტომ რომ ივანიშვილი და ივანიშვილის დაჯგუფება, როგორც სააკაშვილი, დიდ მნიშვნელობას აქცევს ეკონომიკურ მოძრაობებს, ეშინიათ კიდევაც რა, ვინმე არ მოახდინოს ჯერ კიდე თუ ვინმე არის რა გულანთებულად მყოფი ადამიანების მომარაგება და ყველა გამოსვლას და ყველა გამოხატვა სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში ჭირდება ეს რა მინიმუმ კაცი რაღაციდან რო ჩამოვიდეს ფული უნდა რა ეგა რა ამიტომ ამის ეშინიათ გულახდილად კითხავ მე იმას არ ვამბობ რომ ესენი ხალხს ვერ მოერევიან ამათი ჯარი ამათი ვამბობ იმიტომ რომ ეს არა საქართველოს ჯარი ესა ბიძინა ივანიშვილის ჯარი და სააკაშვილის დროს სააკაშვილის ჯარი იყო ჩვენ არ ვთვლიდით ამას ბიჭები ასე მაგრამ რეალობაში ასე იყო იმიტომ რომ რო დაჭირდა 7 ნოემბერს გამოიყვანეს ქუჩაში და ვინც იყო იმ 7 ნოემბერს ქუჩაში ის ბიჭები თავში ხელებს იხლებდნენ იმის გულისთვის რაც იქ ნახეს რა იმიტომ რომ რეალობაში რა ხდება იცი ეს ჯარი ეს პოლიცია ეს საგარეო პრობლემებს პასუხს ვერ გასცემს ეს შექმნილია იმისთვის რომ საკუთარ ხალხს მოერივნო რაც 9 აპრილს მოხდა იმისი გამეორებლები არიან თორე იმის ტრაგიკი არა აქვს რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამე გააკეთო მე ჯარის კაცებზე არ ვლაპარაკობ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ვლაპარაკობ ეგ არის რეალობა და ამ ჯარს ყავს პოლიტიზირებული მმართველები როგორც არის ჩაჩიბაია როგორც გელაპარაკეთ მე ბარბაკაძეები ну მისი ანალოგები სულიერი შვილები იქ არიან კიდე და შემდეგ ან შენ ბევრი შემიძლია ამ ყველაფერზე ვილაპარაკო მაგრამ დღეს ახლა დავასრულებ ამ გამოსვლას და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით აუცილებლად ვილაპარაკებთ ამ თემაზე სალაპარაკო ბევრია იმიტომ რომ ჩვენ უნდა განსაზღვროთ ერთხელ და სამუდამოდ და უნდა მივცეთ საზოგადოებას სრული ინფორმაცია იმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ რომ არავითარი განსხვავებული იდეოლოგია ქართულ ოცნებასა ნაციონალურ მოძრაობასა და მათ მარიონეტებს შორის არ არსებობს ესენი არიან ერთი გარიგებული ძალა საქართველოს წინააღმდეგ უიმუნიტეტო დაუცველი საზოგადოების წინააღმდეგ ესენი არ ზარალდებიან ხატზე მელინის როლით ჯაღმაიძე არ დაზარალებულა ხატზე მელინის როლით არც ერთი ბჭყალებში მეუფე ჯიპიდან არ ჩამოვარდნილა ხატზე მელინის როლით აშკარა გახდა ის რომ არის დაუსჯელობა რომ აშკარაა შეურაცხყოფა ჩვენი საუკუნეების წინანდელი რელიგიის ჩვენი მრწამსის მიმართ ხატზე მელინის როლით ილუსტრაცია მოხდა იმისი რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც შერჩევითად უდგება სამართალი არა მინდოდა ხა ეთერიდან გასვლა მაგრამ ეს რო არ თქვა პროსტო არ შემიძლია რა მამა ფასილი
რომ გამოათრიეს ეკლესიიდან, მე ბავშვი ვიყავი მაშინ. თქვენ ახლა დღეს ბევრი რო იგინებით, რომ გამოდიხართ და რომ ყვირი ხართ. თქვენ ხო იყავით მოციფული კაცები ბიჭო. მერეც ხო იყავით მოციფული კაცები. მერეც ხო მიყავით ახალაიები და ისინი ციხეებში რო გაუშვეს ზოგი და ზოგი კიდე რო მაგდადის ქუჩაში. ესე იგი რა ხდება, არსებობს სხვა სტანდარტი რა. მამა ბასილი რეალურად არის წამებული კაცი ჩვენი სარწმუნოებისთვის, რომელიც თავის სიწმინდეს იცავდა ხმანამოღებული. მაგრამ ეს მისაღები არ იყო ყანდორევისთვის და ეს საჭურჭულეთ მტვირთველი როჟები, მეტრაგე ჩოხოსნები ბჭყალებში. მამა ბასილის ღირსების დასაცავად არ გამოსულან იქ, იმიტომ რომ თურმე ის არ იყო მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია, რომელსაც მანქანით დაეტაკა ნაცმოძრაობა. ის არ იყო საპატრიარქო საზრუნავი, იქ ნორმალურ ფაქტად მიიჩნიეს, რომ მამა ბასილი თავის მრევლთან ჯერ ფეხებით გამოათრიეს ეკლესიაში, მე ებრეებს თავში წიხლი უტყეს და მე ეს კაცი წლები გამოკეტეს გლდანის ჯოჯოხეთში და რისთვის. ამის თქმა მინდა მე სად იყავით ბიჭო თქვენ მაშინ, ან დღეს სად ახართ დღეს? და დღეს რაც ეკლესიაში მოხდა რა ეს არ ხდებოდა? და ახალია რამე ან ნატაია ფერაძე ან დღეს კოლაბორაციაში მყოფი ეგრეთ წოდებული ისა რა ქვია ელისაშვილი რა სხვა მომენტებია, სხვა სახეებია ესენი რეალობის. ჩვენ ამას ყველაფერს არ ვიცნობთ. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ? ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ თუ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე? არ შეიძლება იყოს რაღაცა შერჩე, ან უნდა იყოს რაღაცა და იყოს საზოგადოდ, ან არ უნდა იყოს რაღაცა და ან არ უნდა იყოს რაღაცა. ეს არის ის, რასაც თქვენ გაურბი ხართ მთელი ამ ხნის მანძილზე. შვიდობაში მოგახმაროთ ყველას ის ქონება, ვისაც პატიოსნად გააქვთ ნამდვილად ნაშოვნი, მაგრამ ვისაც პატიოსნად არა გააქვთ ნაშოვნი, ვინც ასე ძარცვავთ ქართულ საზოგადოებას და ქართველებს, რატო უნდა გქონდეთ თქვენ მშვიდობა? რატო უნდა იყოს თქვენს მხარეზე მშვიდობა? ძალიან მარტივი შეკითხვა. არ უნდა გაწუხებდეთ თქვენ იმის განცდა, ხვალ თქვენი შვილი, თქვენი ცოლი, თქვენი ახლობელი ქუჩაში რო გავა, მას ყველაზე მცირე ეტყვიან, შენ ახარ საზოგადოების მტრის ცოლი, მტრის შვილი, შენ მიუღებელი ადამიანი ხარ, შენ ჩვენ გვითხრი ძირს. გამიგეთ რაშია საქმე. საზოგადოებამ დაკარგა იმუნიტეტი საკუთარი თავდაცვის და უამრავს უხარია რა იცი, რომ ვიღაცა ეტყვის ამას, მაგრამ თვითონ არ იტყვის ამას, იმიტომ ეს მისი საქმე არ არის მიაჩნია. და ბევრი ფაქტი რო იყოს ესეთი, მთელი შეგნება რო იყოს, ნაკლები ბავშვები იშიმშილებდა ჩვენ ქვეყანაში, ნაკლები მიგრაცია გვექნებოდა. და 2.800.000 კაცი არ გვეყოლებოდა ჩვენ მოწყაული გულიდან ქართული სოფლები რო იცლება. და იცლება ეს მიზანმიმართულად, ეს პროგრამა რო აქვთ ქოცებს, განსაკუთრებული მიაწექით დაიცალოს სოფლები. და მე საბოლოო ჯამში იცით რა მოხდება? ეს წმინდანები როა, ყლინაშვილი და ტრაკფხანა მოურავე, ამათი გაправებული ქოცები, რას იზამენ, იცი? წაიყვანებენ იმას ჩიჩილაკას, წავლიან ესენი, დაჯდებიან ჩინეთში და ასვამენ თავის პრავიტელსტვენი თვითმფრინავს დაწევს ასე ჩინეთში რაღაცა, რომელიღაცა სოფელში ამათი თვითმფრინავი ტრაკს შეხვდებიან რომელიღაცა ჭეუწყების მინისტრს და მოაწერენ ხელს, რომ რამოდენიმე მილიონი ჩინელი ჩამოიყვანონ და ჩაასახლონ, იმიტომ რომ ახლა მერე იტყვიან, რომ რა ვქნა დაიცალა ხალხი, არ არის ამას ათვისება უნდა, ამათ მოქალაქეობას მივცეთ და მერე ვიღაცა ყლე გამოვა ქართული ოცნებიდან და იტყვის, რომ
დავით აღმაშენებელმა სასექნაო ყივჩაღები ჩამოასახლა ქვეყანაშიო. მე ვიცი ამათი გეგმები და ამათი აზროვნება რა. მაგრამ ისე არიან ეხლა აგენი ისინი რა ქვია დავით აღმაშენებლებმა თუ ვინმე ჩამოასახლა იქ დავით აღმაშენებლის ჩამოსახლებული იმიდან რა ქვია სოციუმიდან არასდროს არავის არსად ქართველების წინააღმდეგ ხმალი არა უწევია ერთადერთი ხალხური ლექსი არის ეს შემომეყარა ყივჩაღი და დარჩა მითოში ქართულ სიტყვაში და всё მეტი არაფერი რა ხალხურ რაღაცა ფსიქიკაში ეს ხდება მაშინ როდესაც სწორი პოლიტიკა იმართება დემოგრაფიასთან მიმართებაში და ამათან სწორი პოლიტიკა რა არის 2.800.000 კაცის გასახლება და მეორე გვარი რო მამედოვი არის ერში просто რა არის ამაზე ახლა რო დავიწყო ლაპარაკი ვეღარ გავჩერდები რა ვიცი და არ მინდა რომ ნერვები მომეშალოს კიდე ამაზე სიღრმისეულად იმიტომ რომ არ ვერ ვგრძნობ თავს კარგად ამ დეტალებს რო გავყვე მოვიცლი ამაზე სალაპარაკოთ იმიტომ რომ მომაწოდეს ახალი სტატისტიკები მე აქ ახალი სტატისტიკები და ამ სტატისტიკებზე მინდა ვილაპარაკო რა მდგომარეობაში იმყოფება ქართველი ერი და ქართველი ხალხი გმადლობთ ყურადღებისთვის მე დაგემშვიდობებით ყველას მოგიწოდებთ რომ ვინც უყურებს ამ ვიდეო ლაივს გამოიწეროს ჩემი არხი ეს არ არის ჩემი პატივისცემა ეს იქნება სიმართლის მიმართ მხარდაჭერა და ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდონისტური ეთერების იმედის რუსთავი 2-ის და პორნოშოუების წინააღმდეგ გაკეთებული ნაბიჯი მე მოგიწოდებთ თითოეულს თქვენგან სამისკენ ერთად ვამხილოთ ეს ნაძირლები და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა იმ სიბილწისგან რასაც ესენი ასე უსხამენ იმაში რა ქვია ფესვებში ქართველებს და ქართულ საზოგადოებას რა ამ გინისგან კარგი არ იქნება გმადლობთ